დღეს სამშაბათია და შესაბამისად დროა მოვიწვიოთ ეთერში თაკო ჩხეიძე თავის რუბრიკით შენი დრო თუ რა თემაზე ვისაუბრებთ დღეს და ვინ იქნება თაკოს სტუმარი ამას თავად რუბრიკის ავტორი მოგვახსენებს თაკო დილამ შვიდობიცა დილამ შვიდობისა როგორ ახართ ეს ლამაზი რაღაცები მოგვიტანა მოძრავი და ეს ისე საქმიანად მოვედი საქმიანად წარვადგენ ჩემი რუბრიკის თემას დღეს მინდა ვისაუბროთ საქმიანი ქალის სტილზე გულისხმობ ჩაცმულობას და პირველ რიგში საქმიანი ქალბატონის ჩაცმულობა უნდა იყოს კომფორტული და ამავე დროს ესთეტიური ცოტა მკაცრიც ალბათ ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ხარისხი. ასევე რამდენიმე ხარისხიანი ნივთისგან როგორ შეიძლება მრავალფეროვანი გარდერობი შევქმნათ, რომელიც ასევე დროს გაუძლებს და ძალიან დიდი ხანით იქნება ჩვენს გარდერობში. ამაზე მინდა ვისაუბრო. მოვიტანე კაფსულა კოლექცია, ჩემს მიერ შექმნილი, ჩემი ბრენდისგან. აი ხა ეკრანზეც გადის ფოტოები, რომელიც ეხლახანს გადავიღეთ. ანასტასია ანტონიკი არის ჩვენი მოდელი, უკრაინელი, ძალიან წარმატებული მოდელი, ფოტოები გიორგი პაპიძემ გადაიღო და ეს კაფსულა შევეცადე რომ მომეტანე დღეს ეთერში და მაყურებლისთვის წარმედგინა და ორიოდი სიტყვით ამეხსნა თუ რა ფერები გვაქვს, რა ტენდენციები არის, უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ესა თუ ის ტენდენციები საქმიანი ქალის სტილისას, შერჩევისას თუ უბრალოდ შეიძლება ისეთი სამოსი კლასიკა, რომელიც დროს უძლებს გქონდეს და გაუძლოს გარდერობში რამოდენიმე წელი. მე მინდა გადავიდე ჩემს კაფსულაზე და უკვე იქიდან გაგესაუბროთ. ძალიან საინტერესო იქნება, აბა გისმენთ. რა შემოთავაზებები გაქვს? პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა ხარისხს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სამოს, როდესაც ვარჩევ ხარის, რომ იყოს კარგი ხარისხის, რადგან როგორც აღნიშნე, ის უძლებს დროს და ის ბიუჯეტს, რომელსაც ვხარჯავთ, იქნება გამართლებული, იმიტომ რომ რამოდენიმე წელიწადი იქნება ჩვენს გარდერობში. საქმიანი ქალის იმიჯისთვის და სტილისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ეს არის ორეული, რადგან 10 წამის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია უკვე ლუკი ავაწყოთ, ისე რომ დიდი დრო არ დაუთმოთ, დიდი ფიქრი არ დაუთმოთ და გადასარევი გამოსავალია ორეულები. ორეულები. ასევე კარგ ინვესტიციად შეიძლება ითქვას შენაძენი კარგი პალტო. ასევე კარგი ხარისხის, რომელიც შეიძლება 5-6 წელიწადი გქონდეს გარდერობში. ხო, ქართულად უკვე პალტოსაც ვიყენებთ, კი. და ბუნებრივი არის ორეულებს და აი სხვადასხვა ფერის პალტოებს, როდესაც ჩავიცმევთ, საჭირო არის რაღაცით გავაფერადოთ, ხო? ეს იქნება პერანგი, ეს იქნება ბლუზა, ეს იქნება როლინგი, სხვადასხვა. ამ შემთხვევაში მე შევურიეთ აბრეშუმის პერანგები, რომელიც რაღაც ესე გამოკვეთს ამ სტილს, სადა სტილს შეიძლება გააფერადოს აი ეს ამა თუ იმ აბრეშუმის ბლუზამ. და ეხლა პირველ რიგში დავიწყებ ფერებით, რადგან შემოდგომა უკვე იწურება, გადავდივართ სამთრის სუსხიან დღეებში და ეს სეზონი ჩემთვის ძალიან საყვარელია შემოდგომა განსაკუთრებით, რადგან აი ფერთა გამა არის ძალიან ფიქრი არ არის საჭირო, ხო გამყურებაში და იცი რა ვთქვათ მაყურებელს, აი წეღან ახსენე სანამ ამ დეტალებზე გადახვალ, თქვი რომ ხარისხს ანიჭებ მნიშვნელობას და აი ხარისხს ვანიჭებო მნიშვნელობასო და ფერებიცო ძალიან მნიშვნელოვანიაო და ასევე თქვენგან ხშირად გვესმის რომ მაგალითად როგორ შეიძლება რამდენიმე დეტალისგან მინიმალური იყოს რაღაცა ჩათმულობის სტილი. კი, ძალიან კარგი კითხვა არის. ხარისხს პირველ რიგში გულისხმობ ქსოვილს და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე კერვას, ანუ შექმნას. ეს კაფსულა არის ძალიან მაღალი ქსოვილებით დამზადებული და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან ის რაც აღნიშნეთ რომ არის დროს გაუძლებს
შეუძლებს პირველ რიგში უნდა იყოს კარგი ქსოვილის და თვითონ აი როდესაც გეხება სხეულზე უნდა იყოს ძალიან კომფორტულად, არ უნდა იყოს ალერგიული და ასე შემდეგ. ქსოვილები არის რაღაც რა თქმა უნდა შალი ყველა მის, მაგრამ ეს შალიც არის ძალიან ბევრნაირი. არის დაწყებული თხელი შალიდან, არის ძალიან სქელი შალიც. ასევე ზამთრის ფხულშიც კი გამოიყენებენ თხელი შალის ორეულებს. წარმოგიდგენიათ, როგორც ნუ შერეული არის აბრეშუმთან და შერეული არის ტილოსთან. ფერებს რაც შეეხება ფერებზე ვსაუბრობდი, შემოდგომის ფერები არის ჩემთვის განსაკუთრებულად ლამაზი, ბევრი ფიქრი არ უნდა, შეხამებაც ძალიან ადვილი არის და ნუ წელს ისეთი ფერი, რომელიც აი ყველასათვის ისეთია, რომ აი გარდერობში ეს ფერი აქტუალურია და ყველა ქალს კარგი იქნება თუ ექნება, ეს არის ბურგუნდი. ძალიან აქტუალური ფერი დღეს. ძალიან აქტუალური ფერია, თუმცა მართალი რომ გითხრათ, კი, ყოველ სეზონზე, ყოველ წელს არის რაღაც ტრენდი ფერების, მაგრამ მე დიდად არ ვიცავ ხოლმე, მართალი რომ გითხრათ, იმ ფერებს ვიყენებ, რომელიც მომწონს. და რეალურად ყოველთვის ადამიანს აცვია ის, რაც მოწონს და რაც უხდება. შეიძლება აქტუალური იყოს რაღაცა ისეთი ფერი, რომელიც შენ არ გიხდებოდეს, მაგრამ აი ბურგუნდი არ ამგონია, რომ მაინდა-მაინც ამ წლის სეზონის ფერია, მგონია რომ კლასიკაა და ყოველთვის შეიძლება და ყოველ ქალს ძალიან მოუხდება. ეს არის ბურგუნდის პალტო ესეთი პატარა დეტალებით. ნახეთ, აი თუ ჩანს ახლა ეკრანზე, არ ვიცი, ხო, მე ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დეტალი, რომ აღნიშნავ სარჩულს და აღნიშნავ, აი ამ ნახეთ, ეს არის ბლუმსის ისეთი უკვე პიჯაკებსაც და პალტოებსაც გავუკეთეთ ესეთი დეტალები. ცოტა კონტრასტი შევიტანეთ ამაში, კონტრასტული ფერი. შეიძლება ჩაისვა, ხო? ასევე ეს არის ნახეთ ესეთი მოკა რო იტყვიან შოკოლადის ფერი, რომელიც ასევე ძალიან ტრენდული არის ამ სეზონზე. თავისი აი ესეთი ბურგუნდის დეტალით და ნუ აი ეს პალტო არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. თუმცა ყველაფერი ფავორიტია და მე თვითონ ძალიან მომწონს, აი ესე შეიძლება ორეულზე უბრალოდ აი ესე მოიხურო. და გამოიყურებოდა ძალიან სადად, ელეგანტურად, თავდაჯერებულად და სჭირდება საქმიან ქალბატონს. ბატონო, მოდელის არ გჭირდება, იფე მოიცვა და გაიარ გამოიარა. ყველა ზომაზე გვაქვს ჩვენ, ყველა სიმაღლეზე, ასე რომ ელეგანტური ქალი ბლუმსში იცვებს ძალიან ელეგანტურად. ეხლა მე მინდა მოვიხმო, ჩვენ გვყავს სტუმარი, ულამაზესი კესო, რომელსაც ასევე მოვარგეთ დღეს საქმიანი ქალის სტილი. კესო თუ შეიძლება რომ შემოგვიერთდე. მასაც აცვია ესეთი ზოლიანი ორეული, რომელიც ასევე კლასიკური არის. გამარჯობა კესო. დილამშვიდობის კესო, ეს არის ორბორტიანი ორეული, რომელსაც აქვს აი ესეთი ძალიან ლამაზი სარჩული. და აი სარჩულებზე როგორც აღნიშნა და ესეთ დეტალებზე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას. აი ამ ორეულზე უკვე ნახეთ ნებისმიერი ფერის რაღაც შეიძლება მოვარგოთ, დაწყებული. აი როგორც აღნიშნა ბურგუნდის ფერის ლაბადა, ასევე შოკოლადის ფერი, ასევე გვაქვს აი ლურჯი, მაგალითად ვინმე სურს რომ ქონდეს ერთ ტონში. ასევე მოდაში არის ტრენდი არის, ესე ვიტყოდი უფრო სწორად, მონოქრომული ჩაცმა, ანუ აი ერთ ტონში რო აცვიათ ყველაფერი, ესე ძალიან მომწონს. თუმცა ასევე კონტრასტული ფერებიც შეიძლება რომ ავურიოთ, აი მაგალითად შეიძლება ესე ერთ ტონში კესო ჩახარ, აი ლურჯი მოვაცვით, ხო, ლურჯ ორეულზე. პერანგზე ცოტა გავაკეთეთ. ნახე, გავამახვილეთ ყურადღება, რომ ცოტა სხვა ტონში შეიძლება ცისფერის შეიცვა პერანგი შიგნიდან, მაგრამ ეს არის ცოტა ლილის ფერი დაკრავს და ცოტა განსხვავებული არის და აი ეს პალტო უკვე ნახეთ, აი რაღაცა ერთ ტონში არის. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება ჩვენი კესო და აი ეს თუ გვინდა რომ ესე ცოტა შემოვიტანოთ სიახლე, ესე ავიწევთ აი ამას და უკვე აი აქ ჩნდება ესეთი კონტრასტი. ლურჯის და ცისფერის. ლამაზია, მაღალია, ყველაფერი უხდება. კი, ყველა სიმაღლეზე არის ეს პალტოები. ეხლა გადავიდეთ კიდე ერთი ფერი მინდა გაჩვენოთ, ეს არის ხაკი, წელს ასევე ძალიან ტრენდში არის ეს ფერიც და მეც ძალიან მიყვარს. ლამაზი სარჩული ხდება ძალიან, ხო, ეს არის ხაკი. ესეც ანუ მიწის ფერები არის რეალურად ძალიან აქტუალური, ხო და აი მე და კესო, ესე იგი ლურჯით და
ხაკში გამოვიყურებით ესე. არაჩვეულებრივად გამოვიყურებით. ერთ ტონში და ცოტა ავურიეთ ფერები. ანუ ეს უკვე გემოვნებაზე არის და სურვილი. ესოს რომელი ფერები მოწონს უფრო, რო ვიცოდეთ შენ რომელი ფერი მოგწონს? ყველაზე მეტად მომეწონა ეს მწვანე. მართლა? სხვათა შორის ხო, აი ბოლო დროს, აი ახალგაზრდებში უფრო აი ეს ფერი არის, აი ჩვენი ახლა ჩვენ მომხმარებლებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ ეს ფერი. მაგრამ ნახეთ როგორ არის, მე ვფიქრობ რომ აი ესეთი სტილი შეიძლება ყოველდღიურადაც ძალიან გამოგვადგეს სიტყვაზე ესეთი ლაბადა, შეიძლება ჯინსის შარვალზე ჩავიცვათ. ეს აბრეშუმის პერანგ ძალიან მოუხდება ეგ. სხვათა შორის თბილისის ქუჩებში ძალიან ხშირად შევხვდებით ასეთ ლამაზად ჩაცმულ ქალბატონებს. და ძალიან სიამოვნებს და ძალიან კარგია და პერანგები აღნიშნეთ. ნინა, დიახ, აი როგორც აღნიშნე, ეს აბრეშუმის პერანგები ცოტა კიდე ახალისებს და უფრო რაღაცა განსხვავებულ და ელეგანტურ სტილს მატებს ჩაცმულობაში და ნუ აი ბლუმსის მთავარი აზრიც ეს არის, რომ აი ერთი რაღაციდან შეიძლება ძალიან ბევრი ლუკი შექმნა და გარდაქმნა. თუნდაც ერთი ორეულიდან. კი, ეხლა გაჩვენებთ ასევე ეს არის ორეულები, როგორც აღნიშნე, ყველაზე ადვილი გამოსავალი საქმიანი ქალბატონისთვის, მას დრო არ რჩება იმისთვის, რომ ძალიან ბევრი უნდა იფიქროს და იაროს საყიდელებს ამის დრო ნამდვილად არ აქვს. ურჩევნია რომ კონდეს ორეულები სხვადასხვა ფერში, სხვადასხვა ტონში, ასევე სამეულებიც, რადგან შიგნით ბჟილეტიც შეიძლება კონდეს და უკვე ხარ ჩაცმული. აი ეს კუბაკრული მაჩვენე. კუბაკრულს რაც შეეხება, არ მინდოდა რომ მხოლოდ ჩვენი გარდერობი ყოფილიყო ორეულებით, გვინდოდა რომ ასევე ყოფილიყო და შეიძლებოდა ყოველდღიურ სტილისშიც და მაგალითად აი ეს პიჯაკი, რომელიც ჯინსზე შეიძლება მოიცვა და უბრალოდ გაიარ გამოიარ. ძალიან ლამაზია. ყოველდღიურ ჩაცმულობაში. ლამაზია და აი ასევე ესეთი ზოლიანი ავტორის ყავისფერი ორეული, ზოლიანი საქმიანი ქალბატონისთვის. უკეთ შევკარი ის კაფსულა, რომელიც დროს გაუძლებს, დიდხანს გვექნება გარდერობში, კარგი ხარისხის გვეცმება და მეტად თავდაჯერებულები ვიქნებით. დიდი მადლობა თაკოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თაკოს, წარმატება ვუსურვოთ მას.